ხალხურ არქიტექტურაში ბანიანი სახლი მიწური სახურავით, ანუ ბანით გადახურულ ერდოიან სახლს ქვია. ის ერდოდან ნათდება. ამის გამო მას შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ნაგებობა. იქნება ეს ბოსელი, საბძელი, სათონე თუ მარანი 4-ვე მხრიდან მიეშენოს. ასეთ სახლებში ერდო საკვამურისა და სარკმლის დანიშნულებას ასრულებდა. ბანიან სახლებს ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში აგებდნენ. სხვადასხვა ვარიაციებით ერდოიანი სახლი გავრცელებული იყო ქვედა და შიდა ქართლში, მესხეთ, ჯავახეთსა და თრიალეთში. ერდოიან სახლებს ქვითა და ტალახით აგებდნენ. კაცრი კლიმატით გამორჩეულ რეგიონებში სახლი მიწაში ღრმად იყო ჩაშენებული. ბანი ხის კონსტრუქციებით იყო გადახურული, სახურავი კი თიხად გებნილით დაფარული. ეს არის ბანი. აი ნახე ის სარკმელები. აი ეს ზედა სარკმელი. წალკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უძველეს ქართულ სოფელ რეხაში ამ რაიონში შემორჩენილი ერთადერთი ბანიანი სახლი ვნახეთ. წინაპრების მონაყოლიდან დაახლოებით 1807 წელსაა აშენებული ეს მიწური სახლი. ეს აშენებული არის ადგილობრივი ქვით და ხით. ლუდმილა კოროლოვას პაპის აბრაამ ლაზარიშვილის მიერ 1814 წელს აგებული ეს ბანიანი ჯავახური სახლი სოფელში არსებული მსგავსი ტიპის 4 სახლიდან ერთ-ერთი იყო. 150 კვადრატული მეტრი ფართობის სახლში 40 ადამიანი ცხოვრობდა. გამყოფი კედლის მიღმა, რომელსაც კარის ნაცვლად ფარდა ყოფდა, საქონლის სადგომი იყო. პირუტყვის მიერ გამოყოფილი სითბო ცივ ზამთარში გათბობის კარგ საშუალებად მიიჩნეოდა. გასათბობად იყენებდნენ დამწვარ ცხრის ნაკელსაც. გარდა ამისა, მეტად დაცულები იყვნენ ქურდობის გახშირებული შემთხვევებისგან. ყოველდღიური რუტინისთვის საჭირო ნებისმიერი სახის პროდუქტი თუ ნივთი ერთ სივრცეში იყო განთავსებული. ეს არის სადგომი. აქ საქონელი ყავდათ, ხარები. დაახლოებით 10 უღელი ხარი ყავდათ. სახლი ქვითა და ხის მორებითაა აგებული. ბანზე ზეთით გაჟღენთილი მიწაა დაპრესილი, რომელიც წყალს არ ატარებს. ბანის თავზე მუდამ ხარობდა ჭეჭილი. რეხელები ამასთან დაკავშირებით ხალხურ გამოთქმასაც იხსენებენ. ვინც ბანს თიბავს, თავადაც კვდებაო. ომიანობისას ბანიან სახლებს თავდაცვითი ნაგებობის ფუნქცია ჰქონდა. დოლაბებში ტყვია წამალსა და იარაღს ინახავდნენ. საჭიროებისას კი ერთმანეთს აწვდიდნენ. სახლში იყო გვირაბიც, რომელსაც ასევე თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა. ეგ არის დოლაბი. რის საშუალებითაც ხმას აწვდიდნენ ყაჩაღობის დროს ერთმანეთს შიგნიდან და გარედან შემოსულები. ეგ არის ბანი, საიდანაც შუქი შემოდიოდა. ეგ არის ხარის რქა. იყენებდნენ ტანსაცმლის ჩამოსაკიდად. ეს არის ბუხარი. აქ კიდე იყო თონე. არის, უფრო სწორედ არის თონე. ოღონდ დახურულია. დავხურეთ ეგ. ლუდმილა კოროლოვა იხსენებს, რომ ამ სახლში 18 ბავშვი იარუსებად განაწილებულ საწოლებზე იწვა. ზამთარი მკაცრი და უხთოვლიანი იყო. ქალები თავს ხელსაქმით, ქსოვით, ქარგვითა და მატყლის დართვით იქცევდნენ. სახლში ახლაცაა მატყლის სართავი და თოკის საწნავი ხელსაწყო. სახლის ერთ-ერთი ოდა საბჭოთა მთავრობისგან დევნილ სოფელ რეხის მღვდელს შეუძლოთ მყოფ გიორგი დარჩიას ერთი თვის მანძილზე მასპინძლობდა. მოუყვანიათ მამა დარჩიას და მამა დარჩიას უცხოვრია იმ ოდაში. ავად მყოფობდა და გადმოუყვანიათ ეკლესიიდან, რო გამოკეთდა, მერე გააცილეს და წავიდა. ჩუმად ხო. ოღონდ აეგენ კი რა თქმა უნდა ჩუმად, იმიტომ რომ დასდებდნენ მამა გიორგის. მაშინდელი ხატები, მათ შორის ღვთისმშობლის ხატი ახლაც ადგილზეა. მღვდელს სოფლის მოსახლეობა იცავდა. მოგვიანებით რამდენიმე ადამიანის თანხლებით ის გორამდე ფარულად გააცილეს. არ არის შემორჩენილი, კი იყო, მაგრამ აღარაა შემორჩენილი. ეს არის ერთადერთი შემორჩენილი მიწური სახლი. წალკის რაიონის ეს ერთადერთი ბანიანი სახლი სიმყარესა და პირვანდელ სახეს დღესაც ინარჩუნებს. ინარჩუნებს ასევე ორივე ფუნქციას, იყოს სადგომი ოთხფეხისთვის და საცხოვრებელი ადამიანებისთვის.